ეკაბესელია რუსთავის მე-17 და ქსნის მე-19 დაწესებულების მოშიმშილე პატიმრებში ხვდა. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით მან პატიმრების დარწმუნება შეწყვეტა შიმშილობა ნაწილობრივ შეძლო. დეპუტატის თქმით, პატიმრების საქმეების ინდივიდუალური განხილვა პარლამენტში კომიტეტის ფორმატში იგეგმება. შეგახსენებთ, რამდენიმე ათეული პატიმარი რამდენიმე დღის განმავლობაში მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის მოთხოვნით შიმშილობდა. ისინი უდოს კომისიის მუშაობასთან დაკავშირებითაც გამოთქვამდნენ პრეტენზიებს. ჩვენ მოვამზადებთ შესაბამისად კომიტეტის სახელით კონკრეტულ პრობლემებზე დასკვნებს და რეკომენდაციას გავუწევთ შესაბამის სტრუქტურებთან კონკრეტულ პატიმრებს, მშავდებულებს, რომელთათვის შესაძლებელია არსებული სამართლებრივი მექანიზმის ფარგლებში დახმარება. Ფიქრობ, რომ ეს გზა არის კარგი, მათ ეს შეთავაზება მიიღეს და მე მაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ შევძლებთ, რომ არა ესეთი დაძაბულობის, არამედ მშვიდ სამუშაო ვითარებაში ვიფიქროთ, რა არის კიდევ შესაძლებელი.